როცა შვეიცარიაში მოვხდე, პირველად მივხვდი რას ნიშნავს სინამდვილეში სიზუსტე და წესრიგი. მატარებელი ზუსტად იმ წუთს ჩამოდის, როგორც ბირეთზე წერია, არც ერთი წუთით ადრე და არც გვიან. თითქოს საათივით მუშაობს მთელი ქვეყანა, რაც არ არის გასაკვირი, რადგან შვეიცარია ხომ ცნობილია თავისი საათებით, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მრავალენოვნება გამაოცა. წარმოიდგინე, ქვეყანაში 4 ოფიციალური ენა აქვთ: გერმანული, ფრანგული, იტალიური და რეტრომანული. მე ქალაქ ლუცერში ვიხავი, სადაც გერმანულად ლაპარაკობენ, მაგრამ საკმარისია ქვეყნის სხვა მხარეს გადახვიდე, მაგალითად ჟენევაში და უცებ ფრანგულენოვან გარემოში ხვდები. ეს არ არის უბრალოდ ენების არსებობა, არამედ კულტურების თანაარსებობა და პატივისცემა. კიდევ ერთი საოცარი რამ, უშვილო სოფელი ზერმატი, სადაც მანქანით არ შეიძლება შესვლა. ჰაერი სუფთა, ქუჩები მშვიდია და თუ სადმე გინდა ბუნებასთან ერთიანობა იგრძნო, ზუსტად აქ უნდა მოხდე. Matterhorn-ის მთა ზღაპარი დგას ზემოთ და მას უყურებ ისე, თითქოს ბავშვობის ილუსტრაციას უყურებდე. შვეიცარია ნამდვილად ქვეყანაა, სადაც დეტალებს აფასებენ. იქნება ეს შოკოლადის ხარისხი, ალპებში ბილიკის ნიშნულები თუ მოქალაქეების ნეიტრალიტეტის შეგრძნება. მე აქ ყოფნისას თავი მშვიდად, დაცულად და ძალიან ბუნებრივად ვიგრძენი. ეს ქვეყანა თითქოს მოგიწოდებს, იყავი რაც ხარ, მაგრამ უკეთესი ვერსია. დღეისთვის ულას იყო. თუ მოგეწონა და მეტი გინდა, დაწერე კომენტარი და გამომიწერე არხი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გველდება.